თქვენი პარტია არ ითხოვდა დასანქცირებას, ან თქვენ იგივე ეხაც ვითხოვთ. აი აქ ეთერში. უკვე მე რამდენად არ გიჭირდება. მან მე მკითხა, რომ როგორ ფიქრობ მე მონაწილეობდა თუ არა მოსადი 11 სექტემბრის ტერაქტში. რაში იგულისხმება რომ მე ეგეთი ვარ, რომ ვიცოდე ეს მონაწილეობდა თუ არა. ხო და დღესაც გამოდის რომ შეიძლება ის ყველაფერი რასაც ყვება deep state-ებზე შეჯერა მას. ნაწილობრივ მაინც. რამდენად სწორად მიგაჩნიათ რომ პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ლიდერი ჟურნალისტებს პირად შეურაცხყოფას აყენებს. არ არის პირადი შეურაცხყოფა, ეგ არის ერთ ლიდერს გულისხმობს. მე უერთდები ყველა ჩვენი თამარ გულისხმობს. ყველა ჩვენი ლექსიკა გვაქვს და ჩემი ლექსიკა განსხვავდება მისგან. ოღონდ ჩემი შეფასება არ არის უფრო მსუბუქი. მე ისინი მემაჩნია სამარცხვინო მორევად. ამ თქვენი ასეთ თქვათ თავდასხმას შეგვიძლია მოყვა ის რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს მე შეში უჩნდება რომ ესენი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ისევ იმას ხوار იზამდნენ რაც ნაცების დროს ხდება. ხო მაგრამ ლაშა ბუღაძემ დაწერა ამაზე დიდი პოსტი. აი ლაშა ბუღაძე ის ვინც გვამხელდა რომ მოხვალ რასიზა. ტყვილია უხერხემლო მოსაკუთრე ინტელიგენტის ნებები არის ეგ რომ მას ახან ეთქი და ტკივა და მას ესხმის ხალხური თამარი თავს. ამიტომ ეს ტალახი უნდა ისრულოს. ეს არის გზა რომ რეჟიმ შეაცვლენოს საარჩევნო გარემო საარჩევნო კი არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში. რა თქმა უნდა, ანუ რა სისტემურ ოპოზიციად ყოფნა, დეკორაციად ყოფნა, რაში გვაინტერესებს. მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალათი. ქართული ოცნება გახარებულია. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში მიიწვიეს კონფერენციაზე. ხოლო დონალდ ტრამპმა ირაკლი ყობახიძეს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა დამოუკიდებლობის დღის მილოცვის საპასუხოდ. ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან დასავლეთს აიძულებს მიიღოს ისინი ისეთი, როგორებიც არიან და ეთანამშრომლობს მათ ისე, როგორც ეთანამშრომლებიან მაგალითად აზერბაიჯანის ხელისუფლებას. პარალელურად კი აქეთ ფლანგზე კვლავ გაურკვევლობაა. არავინ არ იცის საბოლოო ჯამში ოპოზიციური ალიანსი როგორი კონფიგურაციით ჩამოყალიბდება, რადგან ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად გასულია ამ ალიანსიდან. ამავე დროს რადგანაც ოპოზიციაში გაჩნდა ახალი სადისკუსიო თემა, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2028 წლის არჩევნებში თუ გამოუცხადონ ბოიკოტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ 2 წელია დარჩენილი. ოცნების საგარეო პოლიტიკა და ოპოზიციის სტრატეგია. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია. მოგესალმებით ბატონ გიგა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ორ თემაზე მინდა ვისაუბროთ. ერთი შიდა პოლიტიკა, რა უნდა ქნას ოპოზიციამ, ამაზე ბევრი დისკუსია იყო ამ დღეებში, არჩევნები, ბოიკოტი, ზოგი რაღაც ამბობს, ზოგი რაღაცა მე საერთოდ გაკურებულა 2 წლით ადრე რატო არის ეს თემა განსასაზღვრელი, მაგრამ ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ამ დისკუსიას იწვევს ის, რომ რაღაცას ვერ ხედავენ გზას ადამიანები, ხო? სად შეიძლება იყოს გამოსავალი. მეორე მინდა რითიც დავიწყო საუბარი, ეს არის ოცნების საგარეო პოლიტიკა. მით უმეტეს ახლა ბოლო დღებში რაღაცები შეიცვალა. მაკა ბოჭორიშვილი უცებ რაღაც ვაშინგტონში აღმოჩნდა კონფერენციაზე მარკო რუბიოს გვერდით და ეს ძალიან გაუხარდა მამუკა მდინარაძეს და საგანგებოდ აღნიშნა და ტრამპმა წერილი გამოგზავნა კიდევ სადაც ირაკლი ყობახიძეს წერილი გამოგზავნა და შეიძლება თუ არა ნიშნავდეს ეს რამეს გადატვირთვას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მოდი ამით დავიწყოთ. ამ თემით დავიწყოთ. პირველი თემა ხო, იმის დავამატე. არანაკლები მნიშვნელოვანი მგონია. კი. არა, არ შეიძლება ეს ნიშნავდეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რაც კონფერენციაზე რო უძახიან საქართველოს ამ რეჟიმის წარმომადგენელს და მე ყოველთვის წინამდე ვიყავი ხოლმე ჩვენ ფართო გაგებით ჩვენ ბანაკში ზოგიერთი სადაც დამოკიდებულების რო აი რატო შეხვდნენ, რატო ჩამოვართვეს ხელი, რატო მიიწვიეს სადღაც სანამ ამ რეჟიმის ძალაუფლება აქვს საერთაშორისო ასპარეზზე მათთან ექნებათ საქმე. მათ აკლიათ ქვეყნის შიგნით არ აქვთ საზოგადოების კრიტიკული ნაწილის, მნიშვნელოვანი ნაწილის ლეგიტიმაცია და გარეთაც აკლიათ პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ეს არ შეცვლილა და არ შეიცვლება სანამ ეს რეჟიმი ისეთია, როგორც არის და ეს რეჟიმი ჩემი აზრით ვერ შეიცვლება. ამიტომ რაიმე სახის გარღვევაზე საუბარი მინიმუმ ნაადრევია და ჩემი აზრით არასერიოზული ბუნებიდან გამომდინარე ამ პერსონის ივანიშვილის და მის განმტკიცებას. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ მის სისუსტეს, რომ ის ძლიერად ვისაც ხედავს იმასთან ცდილობს დაალაგებულ იყოს ყველა ავტოკრატია. ასეთია ეს ნორმალური ინსტინქტი ავტოკრატების და არა მარტო ავტოკრატების, ოღონდ ივანიშვილის შემთხვევაში ის ბუნებრივად დაალაგებული არის რუსეთთან, ხო? ის მისი ბუნებრივი წიაღია, მათი ბუნებრივი მოკავშირეა. და ეხა არის პარანორმალური ვითარება, რაც წარმოელოდა
რომ ბალანსი ძალის იცვლება, მანახა ამერიკის მხრიდან ძალის გამოყენება ჩვენ რეგიონში, რუსეთის დასუსტება, მე მის მაგ არ მინდა რომ რაღაც ხვალდაზეგ ყველაფერი დასრულდება უკრაინაშიც, უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის სამწუხაროდ ეს შეიძლება იყოს, მაგრამ აშკარაა ხო, სურათი ივანიშვილის პროპაგანდასაც კი უჭირს ეს ხო, ანუ ერთი ორი თვის წინ ძახდნენ უკრაინის მარცხი, ანუ რუსეთის წარმატება არის ჩვენი გამარჯვებაო. ეს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ვისთან გვაქვს საქმე. აი ეს განაცხადი. შალვა რამიშვილი ამბობს. რომელიც სახეა ამ რეჟიმის, ის კი არ არის რაღაცა მარგინალური მოვლენა კი არ არის, სახეა ამ რეჟიმის. და მე ნახეს რომ ეს ესე არ ხდება და ამიტომ ცდილობს რომ რაღაცა და გადაიზღვიოს თავი, მაგრამ ბუნება რეჟიმის არ იცვლება და ამიტომ ჩვენ როცა ვნახეთ ცდილობა პრაგმატულ თემაზე შეერთებული შტატების არსებულ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის, ხო, როცა ჩამოსული იყო დელეგაცია კონკრეტულ ამბებზე, ხო, კონკრეტული პროექტი ხორციელდება ქვეყანაში, ჩვენ რეგიონში, ტრიფი, როცა მოხდა ისტორიული რამე და დაიძრა აზერბაიჯანის და სომხეთის ჩვენი ორი მეზობლის ურთიერთობების დაალაგება, გაჩნდა შესაძლებლობა ამერიკის პრეზიდენტი თვითონ პერსონალურად თავისი ინვესტიცია ჩადო ამაში, სახელის მან პოლიტიკური ინვესტიცია და უნდა რომ ეს ინვესტიცია უფრო დიდი იყოს, ეს შედის ამერიკის ინტერესებში, ეს შედის ჩვენი რეგიონის ინტერესებში და რაც ჩვენ ვსწავლია, შედის ჩვენ ეროვნულ ინტერესებში, რომ ვიყოთ ამის ნაწილი. და თითქოს ამის გარშემო პრაგმატული ის უნდა ყოფილიყო, თუნდაც ძალიან ტრანზაქციული და ვნახეთ რეაქცია ხო ამ რეჟიმის ყობახიძის ციტირება რომ მოახდინო აზერბაიჯანს სომხეთს თუ არ თხოვენ რაღაცების გაუმჯობესებას ჩვენ რატო გთხოვენ? უფრო აზერბაიჯანზე აქცენტი. ორივე აქცენტი მნიშვნელობა აქვს. მის განცხადებაში ორივე იყო ნახსენები და რითი ვარ თუ არ ესე, ანუ მათთვის გაუგებარია რომ ჯერტი არც ერთ მეზობელსაც შევეხები რომ ვითარებები განსხვავებულია, გზები ამ ქვეყნების განსხვავებული არის არსებითად, ამიტომ ეგ პარალელი სამარცხვინო არის რომ ქვეყნის ლიდერი ასე იშვერდეს ხელს. მაგრამ თავარი აქვს სხვა რაღაც იყო ხო რომ არც ერთ ჩვენი მეზობლის ხელისუფლება საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტისთვის მტრულ და ამერიკისთვის მტრული ძალების გაძლიერებით არ არის დაკავებული და ნარატივი. ანუ აზერბაიჯანში თქვენ ვერ ნახავთ ხელდასხმას აიათოლების ირანის რეჟიმის ინფილტრაციის, პირიქით ძალიან მკაცრი მეთოდებით უპირისპირდება. ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან ჰარმონიულად და ოფიციალურ პროპაგანდით ხდება პირდაპირ. ამ არა მარტო ზოგად დაპირისპირებაში ანტიამერიკული ხაზი, შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ მედიაში სპიკერები ამ რეჟიმის და არა მარტო სოციალურ მედიაში, საჯაროდაც რა აქცენტები აქვს. პირდაპირ რუსულ ირანული აიათოლების რეჟიმის პროპაგანდას იმეორებენ, ხო რომ ის უკეთეს შემთხვევაში ორივე ბოროტებაა და ერთ და იგივე არის, ამის კი არა და უფრო ხშირად მხარი აქვს არჩეული რომ დასავლური ამერიკული იმპერიალიზმმა მოიტანა ეს ყველაფერი და ჭალებს შორის ოკუპანტის ტერმინი რომ ვიხმაროთ პირდაპირ აპრავებენ ამ ბოროტების და სიკვდილის კულტის იდეოლოგიის მატარებელ აიათოლების რეჟიმს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და სადაც კი გავლენა მოიპოვა, ყველგან სისხლი და უბედურება მოიტანა. და ამის გარდა რაც კიდევ უფრო მთავარია, ჩვენ გვაქვს დღეს მთელი უზარმაზარი მასალა და თვალხილული გახდა ეს აისბერგის თავი გახდა თვალხილული მის ქვემოთ უფრო დიდია ეს ინფილტრაციის ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენს რეგიონში სადაც ცხოვრობენ ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელები ანუ სადაც იპოვეს რელიგიური ინსტრუმენტი ხელს ჩაიგდეს ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირი მონაწილეობით და ირანი უფრო პრობლემა იქნება რუსეთი მაგალითად და ერთ და იგივეა მე არც მაგ სპეკულაცია არ შევალ ხო თქო რამე იდენტური კი არა მაგრამ გადაკვეთა ირანის და რუსეთის ინტერესებს შორის ხო აშკარა მოკავშირეები არიან პირდაპირ რუსეთში უკრაინაში აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იარაღით დრონებით არის ირანი და ამ ბოროტების ალიანსის ამოცანა არის რომ არ დაუშვას წარმატებული სახელმწიფოებრიობა ამ რეგიონში, იმიტომ რომ მათი წარმოდგენით და ამაში სწორად ხედავენ ჭყალებში წარმატებული სახელმწიფოებრიობა ბუნებრივად ნიშნავს თავისუფალი სამყაროს გაფართოებას. ანუ ამერიკის, ევროპის მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ის კი არ არის რომ ისინი კი არ უპირისპირდებიან მარტო ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეგ არის. ანუ რუსეთის პოლიტიკურ კლასს, არა მარტო პუტინს სურს რომ ცივ-ომში მარცხის შედეგები შეატრიალოს და საბჭოთა გავლენა თანამედროვე მეთოდებით აღადგინოს. ირანს მართავს ფანატიური, რელიგიური ფანატიკოსების ჯგუფი და ხელში აქვს მთელი ქვეყანა ძევლად აყვანილი, რომელსაც ზოგადად თავისუფალი სამყაროს განადგურება აქვს. ეს ამოცანა ხო და ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ისლამის დამყარება ყველგან. და ამიტომ თან ხვდება მათი ამოცანები და საქართველოს ერთ-ერთი სამიზნეა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენ ყავს რეჟიმი განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან, რომელიც მაგრამ განსხვავდება ვნახეთ ხო რომ თურმე ჩვენ ვინც ამაზე განგაში ავტეხეთ რომ რატო ხდება პირდაპირ ირანის აიათოლებთან დაკავშირებული სტრუქტურების გავრცელება საქართველოში, რომლებიც მაგალითად უყენებენ ბავშვებს და ზდიან აი ამ კოლელების და კოლელობის აგიტატორების ხამენეის
ნასრალას, ჰამასის, ჰეზბოლას უფროსის და ამათი სულეიმანის ფოტოების ქვეშ ბავშვებს რო ზდიან, აი ამ ფანატიზმს უაღრესად საშიში ნებისმიერ თავისუფალი საზოგადოებისთვის, საქართველოსთვის, პირველ რიგში ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელებისთვის, ვინც იქ არიან, ხო? ამ კითხვა რო დავსვით, დაგუგმეს თქვენს, რომ თქვენ უცებ წმენის თავისუფლების მხარდამჭერები აღმოჩნდა. ვაი, ნახეთ წილოსანის განცხადება და შულს ნუაღუებთ ეს ხალხია, ვინც სადაც სწორედ საჭირო იყო. თანასწორობას ლაპარაკი იქ ღორის თავს აჭედებდნენ მეჩეთს და აქ როცა აიათოლების გავლენის ამბავი გაჩნდა. ხო? და როცა გამოვიდა ხალხი ქუჩაში თქვა, რომ აიათოლა ანუ უცხო ქვეყნის ლიდერზე თქვის, რომ ყველა შენ ბრძანებას ვასრულებდო. კი, აქცია ქონდათ საელჩოსთან, ხო? და ეს არის რეჟიმი, რომელიც ებრძვის ადამიანებს რომ ტროტუარზე დგომისთვის და ონლაინ წვავე შეფასებისთვის, თავდასხმისთვის, თუნდაც პერსონალურისთვის რეჟიმზე და ამით დავასრულებ. და შვედურ და ნორვეგიულ ფულს ეძებს შეთქმულების, რომ აი იქიდან რომ სამოქალაქო ჯგუფები ფანდრაიზინგს თუ ეწევიან, მაგალითად ბავშვთა უფლებებისთვის ან თუნდაც პოლიტიკური თავისუფლებისთვის, აი ეს არის ჯაშუშობაო და ვერტიკალურიო და აიათოლების რეჟიმის კონტროლის ქვეშ ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ისლამის ქსელის გავრცელების რა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტით და ახალი ბეიტით და აღარ მინდა გადავღალო დეტალებით, რომ ეს დეტალები ცნობილია, ხო? და გამოვლენები იქ არა ესო აქ წმენის თავისუფლებაო და პირდაპირ გადაკვეთაშია ეს ხალხი სოციალურ მედიაში მაგის მონიტორინგს ვეწევით, ვინც ამაზე რეაგირებს პირდაპირ მუხარებით კი არა, პირდაპირ აი სიკვდილით იმუქრებიან, ხო? კომენტარები შეგნახოთ და მე გადახვალ მათ გვერდზე და ნახავ, რომ ქართული ოცნების რეჟიმის პროპაგანდისტები არიან. ანუ, როცა პარალელებს ვატარებთ ჩვენ თქვა შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ რეგიონში, ეს განსხვავება აშკარაა. ოღონდ მე აქ მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ეს მინდა რომ მოხდეს ეთერში, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს მithome რომ თქვენ ჩვენ საუბრობთ, რომ აი ამერიკას რო არ აწყობს, ამიტომა პრობლემა. არა, ამერიკას რაღაცა რო არ აწყობს, ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ თუ მოკავშირეებს ეძებ ანგარიში უნდა გაუწიოთ თავისუფალ სახელმწიფოში ინტერესს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესი არის რომ ეს არ ხდებოდეს. ჩვენთვის არის საფრთხე ამერიკას თავი დავანებოთ საერთოდ და ევროპას და ევროკავშირს. ჩვენთვის არის საფრთხე რომ უცხო ასეთი რეჟიმის, სისხლიანი რეჟიმის ათასობით საკუთარ მოქალაქეს კლავს და ქადაგებს სიკვდილის იდეოლოგიას გავლენას აუცილებლად აქვს. ამას არ აკეთებს არც ერთ ჩვენი მეზობელი, ანუ რაც შეუძლია უპირისპირდება ჩვენთან ყველაფერი პირიქით არის. ამიტომ თუმცა როდესაც ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს როდესაც აზერბაიჯანს ახსენებს კობახიძე, ამიტომ გავაკეთე აზერბაიჯანზე აქცენტი, არ ფიქრობთ რომ მას ახსენებს იმის გამო რომ იქ არის ფაქტობრივად ავტორიტარული რეჟიმი, დინასტიური მმართველობა და ის ეუბნება დასავლეთს რომ თუ ასეთ რეჟიმთან ავტორიტარიზმის პრობლემა არა გაქვს, ჩვენთან რატო გაქვს? კატასტროფა ის გზავნილი. მათი როლ მოდელი შეიძლება იყოს, რომ აი ესეთი რეჟიმულად დამყარდეს საქართველოს. კატასტროფა ის გზავნილი, ანუ საკუთარი ქვეყნის ბედით ვაჭრობს, რომ მე ძალაუფლება მომენტით აბსოლუტური და მაშინ შეიძლება გეთანმშრომლოთ და ოღონდ ვერ ხვდება, რომ საქართველოს შემთხვევაში ეგ შეუთავსებელია. ჯერ ვითარებაა განსხვავებული, ხო, საქართველოში манипулირებულ დაშინება მოსყიდვით გაყალბებულ არჩევნებშიც 40%-ზე მეტი აძლევს ალტერნატივას ხმას და პროტესტი გრძელდება ამდენი ხანია და მიუღებლობა არის ძალიან მაღალი რეჟიმის და მათი რეპრესიების მიუხედავად ამის ჩახშობას ვერ ახერხებენ. ეს არ არის ვითარება, რომელიც არის აზერბაიჯანში, ხო? არსებითად განსხვავებულია შედეგები. მე ისე შეფასებების განთავსვი გავაკეთე, რა თქმა უნდა, ჩემთვის მოდელი არ არის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რა გზითაც მიდის ჩემი მეზობელი აზერბაიჯანის სრული პატივისცემით მათი არჩევანის. მაგრამ თავისთავად სანქციების დაყენება რომ აი ნახე აქ ცუდ ბიჭებთან ურთიერთობთ, მეც ძალიან ცუდი ვარ და რატო არ ურთიერთობ ჩემთან? და ოღონდ საკუთარი ქვეყნის ბედს და ეროვნულ ინტერესებს დებენ გვერდზე საკუთარისთვის, ხო? ამის დეკლარირება ეს ყველაფერი. გარდა იმისა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ იმ სტაბილურობას, რაც აქვს აზერბაიჯანში შეიძლება. რატო ვერ უზრუნველყოფენ? მოდი ახლა გადავიდეთ ქართული საზოგადოების ნელ-ნელა შიდა პოლიტიკა. ეს უნდა შევაფასოთ, ეს უნდა დავასრულოთ, ხო? ამიტომ ისევ მე რამე ჩემს ინტერპრეტაციებს კი არ ვცდილობ, რომ მაყურებელს შევთავაზო. მე ციტირებ რეჟიმის რეაქციას, ხო? რომ აი ამ ვითომ ერთის ხელით გადატვირთვა გვინდა და ურთიერთობები, ოღონდ მეორე ხელით და მთავარი ხელით პროპაგანდა მათი აგზელებს ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ პროაიათოლების რეჟიმის პროპაგანდას შეგვიძლია გახოთ. უამრავი მაგალითი გვაქვს ამისი, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. მაგრამ ქართული ოცნება ამბობს, რომ დასავლეთ აი მაგალითად გამოვიდა ერთ-ერთი მათი ლიდერი მაჭოვანე, თქვა რომ ევროკავშირს უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი. ამას რატო ამბობენ, იცი? კობახიძე გამოვიდა და ამბობს, რომ ეხლა შავ ზღვაზე რო აკეთებთ კონფერენციებს, რომ ჩვენ 7 ქვეყანას ჩვენს გარშე შავ ზღვას ვერ დაუკავშირდებით. ანუ მათი მიდგომა არის, რომ თუ აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, ჩვენ გვაქვს გეოგრაფია. ჩვენს გარშე ეს ნავთობი ვერ წამო. ამიტომ ადრე თუ გვიან დასავლეთს და ამერიკას დავჭირდებით და ისე იძულებული იქნებიან გვაღიარონ ისეთი როგორც ვართ. სულ ალიევის რეჟიმი დავამყაროთ. სულ ეგ საკითხის დაყენება ხო საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამბავი. ანუ ჩვენ ხო ჯდება რეჟიმი და ასე არ არის.
არა, მათი ინტერესი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ხო? ანუ ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ყავდეს თავრობა, რომელიც პირიქით აწვევა დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სუვერენიტეტისთვის. რომ იძახის, რომ ჩვენ ვართ ბუნებრივი მოკავშირეები, მორალურად და პრაგმატულად თავისუფალი სამყაროს ინტერესია, რომ საქართველო იყოს დაცული და ვართ ამ სამყაროს ბუნებრივი ნაწილი. იმაში გვაროს და შეიძლება თუ რა გამართლდეს მათი მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ამერიკას დაელაპარაკოს პრაგმატული ინტერესებიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის და ამოცანის შესრულება შეუძლებელია. ევროკავშირის დაელაპარაკოს საბოლოოდ. გავიგე, ანუ საერთაშორისო ურთიერთობებში ხდება ხოლმე კონტაქტების დამყარება და პრაგმატული რაღაცა გარიგებები თავისუფალი სამყაროს მხრიდან სხვადასხვა ტიპის რეჟიმებთან მიმართებაში. ოღონდ საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის რამე მოხდება თუ არა. ეგ არის გამორიცხული ამ რეჟიმის პირობებში. რომ ხვალ რაღაც საკითხში უფრო შერბილდეს ის რეალურად დაპირისპირება, ხო, ეს რეჟიმი არის სანქცირებული. ამ ადმინისტრაციის პირობებშიც კი, ხო? არც ერთი სანქცია არ მოუხსნიათ არავისთვის. არც ივანიშვილისთვის, არც მოსამართლეს, რაც დაწესებული იყო, ხო? და ჩვენ ყველა მივიხილეთ, როდესაც განხილვა იყო ბუნების ამ რეჟიმის, ისევ საჯარო წყაროს ვეყნობი კონგრესში, როცა კითხვა დაუსვეს სახელმწიფო დივანმა მარკო რუბიოს, რა თქვა მან? მან თქვა, რომ ვიცი თუ აი ეს პრობლემებია, ყველა ჩამოთვლილი იყო, ხო, ყველა პრობლემა. რუსულ-ირანული ინფილტრაცია, ანტიამერიკული პროპაგანდა, რაც პაკეტში ამასთან, შიგნით პრობლემები, ფუნდამენტური პრობლემები წარმომადგენლობითი დემოკრატიის, თავისუფლების. ხო, და ნუ ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პრაგმატული შეთავაზებები შეცვლის მათ საქციელს. ანუ ეს არის დამოკიდებულება. ჩვენი რაღაცა პროგნოზების დახოვა, რომ როდის შეიძლება ოდნავ გაუმჯობესდეს ურთიერთობა, ან კიდევ უფრო გაუარესდეს, არც მომტანი არ არის საქართველოს ინტერესებისთვის ყველა მოქალაქის. ჩვენთვის თავარი საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ რეჟიმი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ბედით ვაჭრობს, საკუთარი ერთი კაცის უბრალოდ ივანიშვილის და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვის, ძალაუფლების და ფულის შენარჩუნებისთვის არის ჩამოსაცილებელი ხელისუფლებიდან. და ამიტომ ეხლა ხო იმავე წერილზე თქვენი ამ საქმეში და ქართველი ხალხის, ვისაც უნდა რომ თავისუფალი სამყარო თუ ხვალ აღმოჩნდეს თავისუფალი სამყარო ოცნებასთან დაალაგებული, მე ამ მოკავშირეს კარგავ. გავიგე, ამიტომაც არასწორი არის, არ დავკარგავთ არასოდეს თავისუფალი სამყარო საბოლოო ჯამში ყოველთვის ხარს უჭერს საზოგადოებას, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის. რომც ტაქტიკურად იქამდე რაღაც სხვა ტიპის ეპიზოდები იყოს, ამის მაგალითები არსებობს, ხო? საბოლოო ჯამში ექვარაჭერა იქნება, ანუ ჩვენზეა დამოკიდებული, საბოლოო ჯამში რა მოხდება, მაგრამ არ მინდა ის გამოვტოვრო თქვი, რომ ხო მიწვევაზე უკვე გიპასუხე, ხო? მიწვევა არის, რომ ხო, დიპლომატიური. ეს არის, ვისაც თვითონ იძახიან, გვინდა თქვენ და გაატვირთვაო და შეიძლება შანსი მიცენ, იქაც მიიწვიონ, იქამდეც მიწვეული ყავდათ, აგერ პრეზიდენტად წოდებულის მეუღლე, ხო? და წერილსაც შეხება საპასუხო წერილს ამადლობელს. გავიგე, ეგეც აჩვენებს როგორ ისტერიაში არის ივანიშვილი, რომ პროპაგანდისტვის ჭირდება, ნუ დაიწყო ხელის აწევით, ხელი აუწია ყავილაშვილსო და წერილი საპასუხო სამადლობელი, რომელიც არის წმინდა წმის ეტიკეტის საკითხი, გააფორმა რაღაც გარღვევად. ოღონდ მერე ისევ, როცა ეს გარღვევა არ ხდება, ხოლმე ისევ იწყება მოთქმა და წყევლა კრულა, ხო, აი რაც იყო, რომ რატო არ ხდება ესა, ისევ იტყვია, რომ deep state-ის მძევალია ტრამპი, ისევ მე მათ ფრაზებს ციტირებ, ჩემს ეს კი არა. ამიტომ ჩვენ ამას კი არ ნოუყუროთ, თქვა როდის რა რიტორიკული სვლა გაკეთდა ან დიპლომატიური ჟესტი. ჩვენ ვუყუროთ არსებითად ეს რეჟიმი იცვლის თუ არა იმ ბუნებას, რის გამოც აღმოჩნდა იზოლაციაში ყველასგან, სხვადასხვა დოზე. და მე ამჯერად ხო მაგაშია საქმე თან და ვაჭრობის და შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ამ ყოველფერს აკეთებს რომ ივაჭროს ხო რომ აი თუ არ გინათ რომ აი მე ეს არის რაღაც ამბავში შეგვიძლია რომ ნაწარმოები შევდა თუ აი ძალიან ცუდად ვიქცევი და ბავშვი ყავს და ცუდად ვიქცევი და თუ არ დახვიჭავ თვალს კიდევ უფრო ცუდად მოვიქცევი ხო საკუთარ სამშობლოზეა ლაპარაკი ამიტომ ჩემ პროგნოზია რომ სანამ ამ ბუნებას არ შეიცვლიან არსებით გარღვევას ვერ მოახდენენ მაგრამ ჩემ პროგნოზში არ არის საქმე ჩვენ ამოცანები ეროვნული გვაქვს ამ პროგნოზების მიუხედავად ეგ არის რაც გვჭირდება და ამიტომ მე მგონი მაგნაწილზე გაგეც პასუხი და შეგვიძლია გადავიდეთ მეორე ნაწილზე. თქვენ თქვით წეგან რომ ვერ დაამყარებს ისე სტაბილურობას როგორც აქ მართლად ალიევს თავის ქვეყანაში. რა ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის გამო ვერ დაამყარებს, იმიტომ რომ აქამდე რაც უნდა და ყველაფერს მიაღწია, ეხლა საერთოდ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს იჭერს ფაქტობრივად და ციხეში სვა მრავალწლიანი მუხლით უდავთ. მე ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ არ არის ეს ამ ძალიან სახიფათო ვითარება. უბრალოდ შედეგს ვერ მიაღწევს იმას რაც არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც ეს გზა არც აურჩევიათ. ანუ საქართველოში მოხდა რამოდენიმეჯერ დამოკიდებულის გამოცხადებისას და შემდეგ ვარდების რევოლუციისას, შემდეგ შუაშორის ხელისუფლების არჩევნებით პირველად შეცვლისას ჩარჩოში იმ ტიპის ტრანსფორმაცია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის, რაც ჩემი აზრით არის საყრდენი და შემდეგი თაობაც იმ ხალხიც, ვინც აი ამ პირობებში გაიზარდა, ამ შემთხვევაში მიკერძოებული ვარ, მგონია რომ ვარდების რევოლუციის შემდგომი ცვლილებების გამო
ყველა ძიმე ჩავარდნის მიუხედავად იმ ხარისხის ტრანსფორმაცია იყო, რომ და ეს ტრანსფორმაცია პირველ რიგში საზოგადოებამ ის დაკვეთით მოხდა. რომ ამის შეტრიალებას ივანიშვილის რეჟიმი ვერ შეძლებს. უბრალოდ დიდ ფასს გვახდეინებს უკვე პერსონალურად ადამიანების ბედით, რეპრესიებით, ძალადობით და ციხის ჩაჯდომით და დროის დაკარგვით და რისკების გაზრდით ქვეყნისთვის ეს ასეა. ოღონდ საბოლოო ჯამში ჩემი ღრმა რწმენაა, რომ ისინი ამ ამოცანას ვერ მიაღწევენ. ამის საფუძველს მაძლევს საზოგადოება. ხო, ну კი ბატონო, უბრალოდ ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა და სულ უფრო უარესობისკენ მიდის სიტუაცია და საზოგადოება სულ უფრო ჩუმდება, სულ უფრო ჩუმდება. პირველ წელს შეგეთახებით, რომ უარესობისკენ მიდის რეჟიმი და ოღონდ ეს აგონიური ნიშნების მქონე უარესობაა, ხო, საკუთარი გარემოცვის ისტერიული დაჭერები, მათ შორის არ ერიდება იმას, რომ გამოფინა მთელი ეს ბინძური თეთრეული, ხო, რაც პრინციპში ვიცოდით, მაგრამ აი დეტალები, ხო, რა ხარისხის ინსტიტუციური კორუფცია იყო, ხო, რომ თუ წლების განმავლობაში კონსტიტუციურად უმაღლეს თანამდებობის პირი იყო, ვინც მართავდა ქვეყანას, რეალურად კი არა, ფორმალურად, ხო, პრემიერ-მინისტრები, უშიშროების უმაღლეს წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრი, მთელი წყება მის მოადგილეები, რომ ინსტიტუციურ უზარმაზარ კორუფციაში იყვნენ. ანუ ეს ისტერია, ეჭვიანობა იმ დონეზე არის, სწორედ იმ წნეხის გამო, რომელიც საზოგადოებისგან მოდის, მაგნაწილში არ გეთახმებით, რომ უფრო ჩუმდებაო. ფაზებმა არ უნდა მოგვატყუოს, რომ თქვა გუშინ წირობა დიდი აქცია არ იყო, ეგ არ ნიშნავს, რომ საზოგადოება გატეხილია. არანაირად არ ნიშნავს მაგას და ეს ივანიშვილის რეჟიმის აგონია, რომელმაც გვაჩვენა ეს ძალიან უბინძურესი მათი პოლიტიკური თეთრეული, ამის ერთ-ერთი სიმპტომია. ეს კონვულსიებიც, რომ ამერიკასთან დაალაგება გვინდა, მათ შორის გარდა საერთაშორისო იზოლაციისა, რაც მნიშვნელოვანია, არის გამოწვეული სწორედ ქვეყნის შიგნით მათი მორალური კრიზისით. ანუ ეს მორალური იზოლაცია, რომელშიც საზოგადოების მნიშვნელოვან წელს ყავს რეჟიმი, არის წნეხი მათზე და ამის გარღვევასაც ცდილობენ. ამ გარღვევისას იმ ტიპის ფიგურები, როგორც ივანიშვილია, მიდიან ხოლმე, რომ დავს, უფრო ამწვავებს ვითარებას და ჩვენ ამ ფაზაში ვართ. თუმცა ძალის ნიშანი კი არ არის, პირიქით, სისუსტის ნიშანია. ხო, ანუ ამის გამო აპირებს ახლა მთელი ოპოზიციის დაჭერას. მათ შორის რო უჭირს, იმიტომ, კი, რო არ უჭირდეს ასეთ ზონებზე არ წავიდოდა, არც ტროტუარებზე დგომისთვის არ შემოიღებდა დაჭერას. თითქოს არაფერი არ უჭირს, არჩევნები არ არის მოახლოებული. ხო და ცდებით ხო და ხალხი ბევრი არ არის ქუჩაში, რომ რაღაც კრიზისი კონდეს და რა ჭირდება, ეხლა კიდე გაირთულოს. ჭირდება, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს. რატო იღებენ კანონს, რომ ვინ ჩვენ ლეგიტიმურობას არ აღიარებსო, ის რომ დავიჭიროთო. იქამდე ხო არ იღებდა ამას. რატო? არასოდეს ეს რეჟიმი არ იყო ბუნებით, არც რესპუბლიკა იყო, წარმოდგენა არც რესპუბლიკური ქონდა, არც დემოკრატიული არ იყო. მაგრამ ქონდა კრიტიკული მასის მანდატი. ისეთი მოპოვებული არა სამართლიანი წესებით, მაგრამ პრინციპში მანდატი ქონდა. ეს მანდატი მან დაკარგა რამოდენიმე წლის წინ და ვერ აღიდგენს და ამიტომ სჭირდება რეპრესიებს. ისევ მე არც მეორე უკიდურეს ვერ გადავარდა, არ მიყვარს როცა იძახე, რომ თავდება დღეებს ითვლის და თითქოს რაც გარანტირებული მეგონოს წარმატება. გარანტირებული არ მგონია, უბრალოდ წამს რომ იმ ძალისხმევით, რაც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს, მოხდება მისი დამარცხება. ოღონდ ამას ჭირდება ვისაუბროთ. მანამდე ერთი კითხვა მაქვს კიდევ ამ ხალხს ფაქტობრივად მთელი ალიანსის ლიდერებს, რომელშიც თქვენც ხართ, თითქმის ყველას, რა ვიცი, მე მგონი იჭერს ბრალდებით, რომ საბოტაჟის ბრალდებით, რომ თქვენ რაღაც საზღვარგარეთ დადიოდით და ითხოვდით დასანქცირებას. ივანიშვილის და ასე შემდეგ. ეს არის ბრალდება და ეს არის საბჭოთა რუსული ბრალდება. კი ბატონო, მაგრამ მე მაინტერესებს, თქვენი პარტია არ ითხოვდა დასანქცირებას, ან თქვენ კი, ეხლაც ვითხოვთ. აი აქ ეთერში. უკვე მე რამდენად არ გიჭირეთ. სებავშოა ცნობილი სკეჩი იყო. მე მესამედ არ დაგიჭირეო. ვიცი, რა ზოგჯერ დაგიანები ჩვენ თავიდან ასაკრძალ პარტიებში არ შეგვიყვანეს. ხო. და მე შეგვიყვანეს. არ არის გამორიცხული რომ აქაც მიმდევრობაში ეს მოხდეს, მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, მანამდე ისევ გამოვაო მდგომარეობაში მაყენებთ, რომ ვივარაუდო, რატო შეიძლება ივანიშვილის რეჟიმი აკეთებდეს რაღაც არჩევანებს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. მაგრამ ის მაგალითი იმათვის, ვინც ამაზე წუხს თქვენ კითხვას არ გულისხმობთ, რომ რატო არ იჭერენ ამას, თუ დამაიმედებელი უნდა იყოს, რომ რაღაც დროის დაგვიანებით იმ პარტიებთან ერთად, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, გარდა გახარიას პარტიისა, მერე გამოვიდნენ ალბათ გახსოვთ და თქვენს რომ ეგენი არ შევიყვანეთ თავიდან, მაგრამ ეხლა ეგენი ფაქტორები ხდებიან და ეგენიც ასაკრძალები არიან. შეიძლება დაჭერასთან დაკავშირებით ესეთი ციკლი იყოს. ოღონდ მე რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსების დაჭერა არის სიმპტომი მძიმესი გარდა პერსონალური ამბისა, მაგრამ საზოგადოებას ყოველთვის უნდა უთხრათ, რომ პრობლემა ის კი არ არის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსი იჭერენ. ან თუნდაც ეს არ იჭერენ. არამედ ის რის გამოაკეთებს ეს რეჟიმი და რის ნორმალურად აკეთებს რეჟიმს ამას, ხო? და ამას რეჟიმი აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ფული, რომელიც არსებობს საქართველოს
ყველა მოქალაქის მომავლის ხარჯზე. მათ შორის იმათი, ვისაც უხარია დაჭერა სამწუხაროდ ეს თემი, უმცირესობა ძალიან. ან ვისაც უნდა მეტი დაჭერა, ან არ ესმის რომ საგანგაშოა და უმრავლესობას ხალხისას კაი გაგებით რიგით მოქალაქეებს, უზარმაზარი პრობლემები აქვს. ეს არ არის მათ დღის წესრიგში ხომ თავის საკითხი რომ პოლიტიკოს დაიჭირეს ვიღაცა. იმიტომ კი არა რომ უსამართლო ადამიანები უამრავი პრობლემა აქვს. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკურ რეპრესიებზე უნდა უთხრათ რატოა ეს უზარმაზარი პრობლემა გარდა უბრალოდ პერსონალური უსამართლობისა. თქვენმა ყოფილმა თანაგუნდებმა გივი თარგმანაძე ერთ-ერთ გადაცემაში თქვა რომ გიგაბოგერას მიდარჩეს გონია მართლა გონია რომ მასონებთან კავშირი და კითხავ ესო ერთხელ და ეს მაინტერესებს მართლა კითხათ ამის შესახებ. არა მე კი არ კითხა ნუ იგი ვარაუდია ჯერ მე მაგ კითხვაზე კომენტარს არ ვაკეთებ ეს ბუნდოვანება მაწყობს იყოს ხო მაგრამ არა ეს საჯარო ცნობილია რომ მან მე მკითხა როცა გქონდა ხელმძღვანელობის ტრანზიციისას როცა ჩვენ თელმა გუნდმა პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით გავწყვეტ რომ ცივილიზებულად უნდა მოხდეს ყველაფერი ტრანზიციის გუნდი შევქმნით მივიწვიეთ ჩვენ ვთვლით რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ქვეყანაში ეს ტრადიცია თავისთავად ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლების შესვლა არჩევნებით ჩვეულებრივი ამბავი მაგრამ ჩვენთან არ იყო ხო ჩვეულებრივი და როცა ეს მოხდა მიუხედავად რომ შეფასება თავიდანვე აშკარა იყო რომ მიუღებელია მათი კურსი და შეხედულებები ჩვენთვის რადიკალურად მაინც ხალხმა აირჩია და უნდა მოხდა რომ ცივილიზებულად და მაშინ ეს ტრანზიციის შეხვედრები იყო მივიწვიეთ სამინისტროში და ამ პროცესის ნაწილი იყო შეთანხმება იმაზე რომ შეხვედრა უნდა შემდგარიყო რაც შედგა საჯაროდ ხო ივანიშვილის და სააკაშვილის შორის და გუნდებს შორის და ამ პროცესის ნაწილი იყო მისი ინიციატივით შეხვედრა და ჩვენ მე ბუნებრივია შევათანხმე ეს გუნდთან და გუნდის ლიდერთან რომ ნუ როგორც არის უნდა მიხვდეთ და დაელაპარაკო იმაზე რა საფრთხებს ხედავ ანუ ამ ტრანზიტის ნაწილი იყო საჯარო იყო ეს მე კომენტარს გავაკეთე საიდუმლო კი არა და იმ შეხვედრას დიახ რაც მაშინ საჯაროდ არ მithქვია ვარ გამომწვევებინა მე საჯაროდ თქვი კიდე რა გითხრა მან მე მკითხა რომ როგორ ფიქრობ მე მონაწილეობდა თუ არა მოსადი 11 სექტემბრის ტერაქტში. რაშიც იგულისხმება რომ მე ეგეთი ვარ, უნდა ვიცოდე ეს მონაწილეობდა თუ არა. ანუ კომპლიმენტია თავისთავად, რომ ეს ცოდნას მე უნდა მქონდეს და ოღონდ მე ცოტა უცნაურია რომ თუ ეს ცოდნა მაქვს, რატომაც უნდა უთხრა მას ეს. არა ეხა ეგ არასერიოზულია ჩემ პერსონასთან დაკავშირებით, მაგრამ მაჩვენებელი იყო ერთ-ერთი პირველი დამატებითი საგანგაშო სიმპტომი ამ ფიგურასთან შეთქმულების თეორიებს. კი, სუფთა homo sovieticusi არის. ანუ სიმართლე არაფერი არ შეიძლება იყოს, რაც ზედაპირზე არის. სიმართლე არის იმის უკან ყოველთვის. ეს ზოგადად მარტო მას კი არ ახასიათებს, ანუ ზოგადად თუ დავაკვირდებით ივანიშვილის რეჟიმის და პუტინის თუ პროპაგანდას, ეგ არის. ხო, საკუთარი თავის წარმოჩენაც კი არ უნდა იმდენად კარგად, ამიტომ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ტყუილია, ყველაფერი ნაგავია, ყველაფერი სიცრუეა, ყველაფერი ყალბია. ხო, ეს არის ხო მათი ამნიაღვრით უნდათ რომ წალიყო, ნუ დეზორიენტაცია უნდა მოხდეს საზოგადოების არანაირი ორიენტირი მორალური არ არსებობდეს და დემორალიზაცია და ამაშვებიან ოღონდ ეს ეპიზოდი უბრალოდ მისი პერსონის დამახასიათებელია ხო? ხო და დღესაც გამოდის რომ შეიძლება ის ყველაფერი რასაც ყვება deep state-ებზე შენს ჯერ ამას ნაწილობრივ მაინც მაგრამ მე როგორ არის ხოლმე მე არ მაქვს ამბიცია ფსიქოანალიტიკოს სობაზე და შემდეგ მე თუ მიდრეკილი ხარ ამისთვის მე არჩევანსაც ესეც აკეთებ რომ ეს უნდა დაიჯერო იმიტომ რომ მე ემთხოვა შენი homo sovietikus მენტალიტეტი ემთხოვა პრაგმატულ შენ ბუნებრივ ინტერესებსაც რა აი როგორც ივანიშვილის რეჟიმის და ივანიშვილის ინტერესები ჰარმონიაშია თანხმედრაშია რუსეთთან მე ეს ურთიერთობები ვერტიკალური შეიძლება გახდეს ან შეიძლება იყო კიდევაც მაგრამ ეს მნიშვნელობა არა ბუნებრივად არიან მათი წიაღის ხალხი ისინი და ამიტომ არიან მათ შორის შეუთავსებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და მომავალთან. კი ბატონო. და ეხლა რა უნდა ქნას ოპოზიცია არის ოპოზიციის მომავალი ამ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება ყველა ლიდერს ფაქტობრივად იჭერს და ანონსებს პარტიების აკრძალვას და არიან პარტიები რომელთაც ამბობენ რომ პროცესი საბათლებლად დაწყებულია შეტანილი აქვს უბრალოდ დროში გაწელა თქვენი ჩართვა ამ ბავში თქვენი პარტიის მაგას ემსახურება რომ 9 თვე იწურებოდა და კიდე გაეწელათ 9 თვე ნამდვილად ოღონდ ჩვენ შეგვარჩია გასაწყელად ხო შეგვარჩია ხო მაგრამ ანუ აქ თემა რა არის რომ ამ ფონზე არიან პარტიები მაგალითად ლელო და ვიღაცა რომელიც ამბობენ რომ რაცა უნდა მოხდეს მათი ლიდერების არის გამზადებული დასაჭერად ჩვენ ერთ-ერთი გზას ვაღიარებთ არჩევნებს და ყველა ვარიანტში მივიღებთ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობა თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? ხო, ჯერ დავაზუსტო, მათ ლიდერები დაჩერდა, მათ მოუწიათ ქვეყნის დატოვება ლიდერებს, ხო? ერთს მოუწიათ, ის ჯერ აქ არის, ბადრ ჯაფარიძე. არა, ხო, მაგრამ მეორე პარტიის ლიდერს ასე. ბატონ გახარიას. ხო, ხოლმე გახარიას კი, მე გულისხმობდი ლელოს. გავიგე, მაგრამ ორივეს მოუწიათ, დატოვა. მე აქ მორალს კი არ ვკითხულობ, არ მინდა მე როგორ გავტყობ, შეიძლება ეს ესეთი არჩევანია, ხო? თვლის რა ესე ჯობია. ეგ არ არის ჩემი გზავნება, ცოტა კომიკურია, როცა ამ ვითარებაში ხარ, საუბრობდი იმაზე, რომ
იმ ფარგლებშია ვითარება, როცა გარდატეხის გარეშე ჩვეულებრივი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში შეიძლება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი. ეგ არის აბსოლუტურად. მაგრამ ამ საკითხს სანამ დაუბრუნდები, ჯერ თავარ საკითხზე მინდა თქვა, რაც ვახსენე და გავიმეორე. ერთ-ერთი თავარი რაც უნდა ქნას პოლიტიკურმა ოპოზიციამ, ყველა ჯგუფმა და მათ შორის აქტიურ საზოგადოებამ არის, რომ ბალანსი შეიცვალოს, ანუ რა თქმა უნდა, მაგაზეც უნდა ვიმსჯელოთ ტაქტიკა როგორი არის, ანუ თქვა შიგნით რა ხდება ეგ ჩვეულებრივი ინტერესია საზოგადოების მედიის, მithumetes როცა ზოგიერთ წარმომადგენელი უმსგავსოდ იქცევა და ანუ საკუთარ ეგოს აყოლებს ყველაფერს, ამაზე მე ვისაუბრებ თუ გინდათ. მაგრამ უდიდესი ნაწილი საუბრისა და გზავნილისა უნდა იყოს იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას. სწორი გაგებით რიგით ადამიანებს. და არა იმათ, ვინც ზე პოლიტიზირებულია, ვინმეს კი არ ვაკნინებან პირიქით, უბრალოდ გასხვაობას ვიძახი. ან ტელემედიას მაგალითად ხო რომ სულ უნდა ლაპარაკი მაგაზე აბა რა ტექნიკა გაქვთ აბა იმაზე რა თქვა ამა რა თქვა მე არ ვარყოფ რომ ეგეც არის ნაწილი მანდაც პრობლემაა ხოლმე როგორც ხდება ამის გაშუქება ცილისწამების გატარებით და ფაქტ ჩეკინგის გარეშე მაგრამ თავარი ნაწილია პირობითად რომ 80% საუბრისა უნდა იყოს იმაზე რაც აწუხებს რიგით ადამიანს ეკონომიკა შემოსავლები კორუფცია რატო არის პრობლემები, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები ჯანდაცვაში, ყველგან თვითმმართველობა, რატო არის პრობლემა, რატო მივითარებამდე 8 მილიონს პოულობენ, ხო, ეგრეთ წოდებული პრემიერის სახში და ოქროს სამკაულებს და მე როგორ ხედავთ გამოსავალს რეჟიმის შესვლის შემდეგ და ამაზე საუბარს რო ვიწყებ ზოგადად მესმის ხოლმე მათ შორის აქტიური მოქალაქეებისგან და ტელემედიაში ყველაზე ხშირად არის ხოლმე ოპოზიციურში რომ კაი ეგ ყველაფერი ვიცით ჩვენ ეხლა გითხარი როგორ ცვლი და გონიათ რომ ამაზე ლაპარაკ ხო მაგრამ ეგ დიდი შეცდომაა რო ამაზე საუბარი და ბალანსი არის დარღვეული ძალიან მცირე ნაწილი ეხლა ირანზე რაც ვისაუბრე ჩვენმა ოპოზიციურმა ტელემედიამ და არა მთავრობის კონტროლის ქვეშ ყოფმა ეს თემა ცლიანად თითქმის გაატარა ერთი აი კარგი ჟურნალისტი დაინტერესდა ერთგან ერთ არხზე და რაღაც გააკეთა უბრალოდ ეპიზოდურია ეს ყველაფერი 1000 პირდაპირ თქვა სისულელეზე შეიძლება დახარჯოთ რესურსი ტყილმართალის აღრევით და არაკომპეტენტურობით არ მერიდება ეს კრიტიკა და ამაზე რეალურ პრობლემაზე იგნორირება პრაქტიკულად ეს მაგალითად, მაგრამ გალაპარაკებთ იმაზე სააკაშვილო რა პოსტი დაწერა და ამბავი ეს უფრო მნიშვნელოვანია და არ არის ეს ასე, ეს დიდი შეცდომაა. და ეხლა მე ვიტყვი რომ დევნის ქვეშ არის ეს მედია და ნუ აკრიტიკებ, რა თქმა უნდა დევნის ქვეშ არის და მაგნაწილში როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი სულად მხარს უჭერ, ანუ ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები მიმაჩნია საფრთხედ. მაგრამ დევნის ქვეშ ყოფნა მიაჩნიათ ინდულგენციად სისულელის უპასუხისმგებლობის და უპრინციპობის და სტანდარტების და საზოგადოების ინტერესებს უგულებელ ყოფაზე და ეგრე არა ეგ დამღუპელი ლოგიკაა რა ხან გდევნის რეჟიმი საზოგადოებას ხო არ შეგაფასო აგარ მაგალითად მოუყარე რატო შეიძლება ასე ფიქრობენ რომ ეს არის მნიშვნელოვანი რავი ეს მაშინ სისულელე და უპასუხისმგებლობა სიბრიყვეთ მიმაჩნია და უნდა შევაფასო ეს და ამიტომ უბრუნდები ამ თემას ხო ვერ ამიხსნია რატო შეიძლება რომ საზოგადოებას არ აწვდიდე მასიურად ინფორმაციას ტყუილს კი არა სიმართლეს იმაზე რამხელა ნახს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი აგერ ჩვენ თბილისთან 1 საათის გზაზე ხო მაგრამ ეგ ხო გაშუქდა სად ამ ხელაზე აი ამ ხელაზე ყოველგვარი აი ხა გვარების დასახელება არ მინდა რომლებსაც შეუძლიათ რომ რაღაც სისულელეს დაუთმონ დეტალებად სიყვითლეს აბსურდს და აი ამას არა ხო ხო ვიტყვი ხა რომ მე რა მეკითხა რატო არის ზახი ტევ პირველი არის ჩემს ამის მაგალითი ხო რომ 24 საათში უნდა დაუთმოს ერთ პარტიას 23 და მეორეს კიდე ერთი და იმან როგორ იმაზე რა თქვა და სად იყო ვიღაცას ხელი რო ჩამოართვა და აი ამ ხელა პრობლემის პრაქტიკულად იგნორირება ხდება მაგრამ ეს შეგვეხება ჩვენს ხო? ანუ კი ბატონო ვისაუბრობ და არასდროს არ გაურბივარ არც შეფასებას მისი ვითარება როგორი არის ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე და ამას ვთვლით ჩვენ ფედერალისტები და სხვა პარტიებიც ალიანსში ყოფილი წევრები ამ გზაზე დგანან. და ეს არის ერთადერთი სწორი, იმიტომ რომ ჩვენაც გვჭირდება არის ის რომ ამ რთულ ვითარებაში რომელიც კიდევ უფრო გართულდება სამწუხაროდ ეს პროგნოზი სამართლიანია, ხო? გაუარესდება ვითარებას, არამ გაუმჯობესდება. მედიაზე გამთქვა რომ ვიხმარო. ხო, მანამდე უნდა მოხდეს პარტიების ყველას გაძლიერება, საყრდენის გაჩენა, მეტი მხარდამჭერის, მეტი თანამოაზრის პოვნა და ეს ხდება მხოლოდ იმ თემებზე საუბრით, რაც აწუხებთ რიგით მოქალაქეებს. და ამასთან ერთად უნდა მოხდეს დიახ, იმის დემონსტრირება, აი ალტერნატივაზე როცა ლაპარაკი და დამაჯერებელ ალტერნატივაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს თან საყრდენი აქვთ ხალხში, რეალურ პრობლემებზე საუბრობენ და აქვთ ხედვა როგორ უნდა გამოსწორდეს ეს რეჟიმის შეცვლის შემდეგ და შეუძლიათ ერთმანეთთან თანამშრომლობა. განსხვავებულებს. მე მგონია რომ შიდა ამოცანებზე თუ საუბრობ, ეს ორი ამოცანა ამ ტიპის მოქალაქეების ქსელის შექმნა, რომელიც მზად არის პოლიტიკურ პარტიას წაყვეს როგორც დამატებითი, როგორც ხადაგებელი იმ იდეების და ფასეულობის, რაც ამ პარტიას აქვს, როგორც
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი დეცენტრალიზებულის მასობრივი მშვიდობიან პროტესტისთვის, რაც აუცილებლად დაგჭირდება ამ რეჟიმის დასამარცხებლად და ამავე დროს აი ამ ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება განსხვავდებიან ბევრ რამით, უნდა შეეძლოთ დემონსტრირება ყველასთვის, მოქალაქისთვის, რომ ერთად მოქმედება შეუძლიათ იმ საკითხებში, რომელიც მათ აერთიანებთ. ამიტომ ვაკეთებთ იმას ფედერალისტები, რასაც ვაკეთებთ, ამიტომ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რაზეც ზოგჯერ ვიღებთ ხოლმე პასუხს, გავიგეთ რომ ცუდაა საქმე, ეხლა გითხარი როგორ ცვლი, ანუ როგორ ამარცხებ რეჟიმს. მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც არის პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ცდებიან ხოლმე რომ გონია რომ მე როგორც აღვიქო ვითარებას, ისე აღვიქოს ყველა სხვა ნორმალური ადამიანი, ეს ასე არ არის. პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ. ბუნებრივია, ბევრი, მაგრამ ეს ხო არ არის ერთადერთი რაც მოიტანს სტატისტიკა რო ავიღოთ. მოიტანს ოპოზიციის გაძლევას. არა, ეგ არის ხავარი. აი უყურე, მე და თქვენი ის რო გავიხსენე. ოპოზიციამ უნდა გამოასხიოს ძალა, რომ ადამიანებს გაუჩნდეს იმედი, რომ გავიგე. და მანდაც პრობლემა ხოლმე არის ადამიანი მოდის და გეუბნება რომ აბა სადა ხართ? ოღონდ შენ სადაც ხარ, იმას არ აშუქებს. ეგ არ აინტერესებს, თუ აინტერესებს რაც ინტრიგა. ხო, ანუ ჩვენ რო ვიყავით სადღაც ჩასული რომელაც რეგიონში და იქ ვისაუბრეთ, კიდევ ყველა სოციალური მედია არსებობს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ არ ვიყოთ ოპოზიციური ტელემედიაზე დამოკიდებული, ხო? და ამას ვაკეთებთ, მაგრამ ის თავის სივრცეში რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს, იქ ამ კლიშეს ამკვიდრებს, რაც არ უნდა ქნა, შენ დაგაიგნორებს, თუ არ არის მისი სარედაქციო სიმპათიის ქვეშ თუ არა ხარ, ან მისი მებატრონის ან დონორის, ან თუ კიდევ ერთი გენიალური რამეა, თუ აწყენინე და გააკრიტიკე, გეუბნება მაშინ არ გაგაშუქებ. ეს გენიალური რამეა. მას თუ აწყენინე არ გაგაშუქებ. არა, აწყენინება და კრიტიკა. მაგაზეც ვისაუბროთ. არა, ვაი შეურაცხყოფა მიაყენე, ანუ სამშობლოს ვიძღალატობს იმას. გავაშუქებ სამშობლოს. და შენ ნახან მე მატკინე. არა, არ გაგაშუქებ. ეგ არის დემონსტრირება უსინდისობის. და უპრინციპობის. მაგრამ მაინტერესებს რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ლიდერი ჟურნალისტებს პირად შეურაცხყოფას აყენებს. არ არის პირადი შეურაცხყოფა, ეგ არის ერთ-ერთ ლიდერს გულისხმობ. მე უერთე ყველას ჩვენი ქალბატონ თამარს გულისხმობ. ყველას ჩვენი ლექსიკა გვაქვს და ჩემი ლექსიკა განსხვავდება მისგან. ოღონდ ჩემი შეფასება არ არის უფრო მსუბუქი. მე ისინი მიმაჩნია სამარცხვინო მორევად. ეს ტერმინი ნორმალურია? პირადი შეურაცხყოფა ხო სხვა? არა, ეგ არის პროფესიული შეფასება, რომელიც არის მათთვის შეურაცხყოფა. ერთ-ერთ ჟურნალისტს ადრე მგონი სუნიანი უწოდა. გავიგე, ანუ თქვენ ცილისწამება კი არ გაწუხებთ. ეგეც მათყვილებს არა გაწუხებთ თქვენ როგორც კლასს პერსონალად კი არ გეხებთ ისე. ფეხებზე კიდიათ ეგ ამას ატარებთ, ხო? ანუ აი მაგალითად იმ დაპირისპირებაზე რაც ალიანსში მოხდა, უბრალოდ ჩემთვის ალიანსში აღარ არის. აი ეს შუქდება რომ ერთმანეთს ესხმიან. მე ხახანს ვნახე TV პირველზე სიუჟეტი. ერთი წუთი ხომ მკითხეთ პასუხი, ხო? და ჩაგვწერეს ჩვენც იშვიათად გვწერე ხომ და ჩაგვწერეს და სიუჟეტი იყო იმაზე როგორ შესთავაზა სააკაშვილმა ციხიდან ზავი ოპოზიციას და ჩვენ როგორ უპასუხეთ ლანძღვით. ანუ სრული манипуляცია უსინდისო თუ გნებავთ ვიღაც თქვა სუნიანად უსინდისო манипуляცია რეალობის და ეხლა თქვენს ბატონო მერაბ და სხვაებიც მეტყვით რომ პრობლემა ის კი არ არის რომ ტყუილ მართლის აღრევა ხოცურად ხდება ერთი წუთი მოწყვეტილი ხო და არა პრობლემაა ვიღაცამ რომ ისე შეაფასო რომ იმან შეურაცხყოფოთ იგრძნო თავი და მე არ გეთახვით მე მგონია რომ პრობლემა არის რომ რადგან ვისაუბრე რომ იმის მაგივრად რომ აი მე და თქვენი ეთერების რომ გავიხსენოთ 80% არის იმაზე რა ხდება ოპოზიციაში არა ტაქტიკა გვაქვს და მხოლოდ 20% არის იმაზე თვითონ რაც აწუხებს რიგით მოქალაქეებს ან ჩემ ხედვაზე და ეს მარტო თქვენ კი არ გიხმართ თქვენ პირიქით კომპლიმენტი უნდა გითხრათ კიდე იმ კატეგორიაში არ ახართ რომელსაც ეს არ აინტერესებს სხვაგან თლიანად ეს არის რა თქმა უნდა გამონაკლისია თუ მათი მეპატრონე დონორი ამ შეკვეთას აძლევს და მაშინ იტანენ შეურაცხყოფასაც წარსულშიც და აწყვაშიც იტანენ ყველანაირ შეფასებასაც და ვიმეორებ კიდევ ერთხელ ანუ ქვეყანას ვინ ზღუპავს იმის გაშუქებისთვის მზადვა მოვიწევ ეთერში მაგრამ შენ ახლა მე შეურაცხყოფა მოყენე არ მოგიწევ მივხვდით როგორი ზნეობრივი დეგრადაციის დეკლარაცია რა პოლიტიკური პარტია ტრემს უნდა იმრავლებდეს თუ მეგობრებს არა ხო და მაგაში ჩვენ მიგვაჩნია რომ ტრები გაიმრავლოთ მადლობა ამ ალტრუისტული ზრუნვისთვის ჩვენ ვიმრავლებთ თანამოაზრეებს და ვინც მიგვაჩნია რომ თავისი უპასუხისმგებლობით ანუ პრინციპებით ანუ ხერხემლობით თავისი სასოწარკვეთის მუდმივი პროვოცირებით ამასაც უხედავთ ხო რომ თვითონ სასოწარკვეთილია და მე ეს გადააკრახე დააღუპავს და იწყებს ოპოზიციათან ამ მორევში ყველას ერთმანეთში ყველა ცოდვას ხო იმ მიყვება იმ წამს მიყვება აი იმ წამს იმ ბაბში რა განწყობიც არის რომელშიც არის ამას ხო და რასთავია ხო ედაიგია ხალხი ამბობდნენ ბატონო გიგა რომ მას აქვს ნიჭიო ზვიად გამსახურდიას რომ
მეგობრებიც კი მტრებად გადააქციეს. სრულიად არაადეკვატური ანალოგია, ბევრი თვალსაზრისით, როგორც ისტორიული მნიშვნელობის თვალსაზრისით, ისე გარემოებების ისტორიულზე ხასიათზეულობა. სრულიად სცენა არის. აი, ვინმეს რო გითხარ, როგორ შეიძლება ისეთი ანალოგიის მოყვანა, არაფერი საერთო არ ქონდეს, რომ რაგას მოვიფიქრე. აი, მაგალითად მოვიყვანოთ, აი, ტელემედია. ხასიათის გავსაუბრება. არ ყველაფერი არასწორი იყო, ბატონო მერაბ. ანუ ცოტა ხნის წინ მაგალითებს რომ მოვიყვანო უახლოეს ისტორიის, ხო? აი, ყველა ჯერზე, ყველა ტალღისას ალახის სროლელი ხალხი რომელიც გაბრალებდა იმას რომ თქვენ კანდიდატ სტატუსზე როცა ჩვენ თქვით რომ ხალხო არასწორი არის ეგ მაგმოლოდინების შექმნა რომ წარმატება და გარღვევა იქნება მიღება ივანიშვილის რეჟიმის სანამ ყავს რომ თავარი ამ რეჟიმის მოშორებაა და ნუ მივცემთ საშუალებას რომ საზეიმო გახდეს ის რაც არა გვაქვს საზეიმო სანამ ესეთი რეჟიმი ყავს ხო პირიქით ამით ისარგებლებენ მოგრაკრეს იმავე ხალხმა ვინც დღეს წუწუნებს შეურაცხყოფას გვაყენებენ რომ თქვენს რომ ესენი არიან პარტიულ ინტერესს აყენებენ სამშობლოზე წინო ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს თან ცილის წამებაც მაგრამ თუ შენ სუნიანს უწოდებს ან ვინმე მათ ამ უსინდისო ბრალდებას ის წით და მე აღარ გაგაშუქებო გეუნებიან ხო და პირიქით მე თქვენ უნდა გაწუხებდეთ ის რომ როცა მედიის ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელი გამოიძახის რომ არავინ არ აშუქებს იმას ვინც მას აკრიტიკებს რომ შხამს ვინც აფრთხოს ჩვენ იმას რომ ეგ არის დეკლარაცია ანტიჟურნალისტიკის ხო ამიტომ ჩვენზე ზრუნვაზე მადლობა ჩვენ ვეძებთ თანამოაზრებს იქ სადაც შეხება გვაქვს და სადაც ხედავთ პრობლემას რომც ეს ხალხი იყოს ფართო გაგებით ჩვენ ბანაკში იდულგენციის მიცემა რომ რახან დევნილები ხართ ამიტომ უნდა 4 ოქტომბრისნაირი უპასუხისმგებლობის პრომოუტირება მოახდინოთ ყველა ვინც შეგეკამათება მონათლოთ ლაჩრებად ან მოღალატეებად და მე აღარ უნდა შეგაფასო ამაზე და საზოგადოებას არ უნდა უთხრა და ცალკარში უნდა მირწყა ან დამაიგნორო ან მირწყა ეგრე ვერ მოხდება პირიქით მე მგონია რომ სწორედ თანამოაზრობის ზრდისთვის საჭიროა იმის დისკრეტაცია, ვინც იმსახურებს დისკრეტაციას. და ეხლა თუ გინდა იმისთვის რომ ეს გადაცემაც ისე არ გამოვიდეს რომ მხოლოდ ამაზე ვისაუბრე, ისევ დაუბრუნდეთ იმას, რაც რიგითი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. კი ბატონო, დაუბრუნდეთ ისევ იმას, ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ოპოზიცია იყოს, შეიძლება ვიღაცის სხვა მნიშვნელოვანი, მაგრამ ოპოზიცია იყოს ძლიერი, რომ 2028 წლის თვისაც მაინც აზრი კონდეს ჩემთვის არჩევნებში ხო, მე ბოდიში კონდეს არჩევნებში მე ისი გამომივიდა მე რომ ეგ თემა დავაიგნორეთ თქოს და არ მინდა როგორ იყოს არჩევნებში კი ვახსენე პოზიცია ჩვენი ამოცანა და ალიანსი დეკლარირებული რაც აქ არის რომ ჩვენ მოვიპოვოთ თავისუფალი არჩევნები ანუ გარდატეხას უნდა მივახციოთ თელმა საზოგადოებამ არჩევნებამდე თუ არჩევნების ბოიკოტისტები კი არა ეხლა სამთავრობო პროპაგანდა და ნებით თუ უნებლიეთ ამ პროპაგანდას აყოლილი სხვა მოთამაშეებიც რომელსაც ზოგს მერკანტილური მოტივებით ოღონდ სადღაც უნდა მოხდეს ხო ტრავმა ვერ გადაიტანა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა რომ პარლამენტში ხდებოდა და ვერ მოხდა და ამ ტრავმის გამო არის მან ზოგი ჩემი აზრით გულუბრყვილობის გამო ამ აი ესენი ბოიკოტისტები არიან და რა მოგვიტანა ბოიკოტმა თითქოს ბოიკოტი რო არ მოხდა მაშინ რა შედეგები ჰქონდა ხო ყველას გვახსოვს მიშელის შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია შევიდა პარლამენტში თითქმის ძალიანად 1-2 კაცის გარდა და მივიღეთ უარეს შედეგი ანუ ბოიკოტში კი არ არის საქმე ან ბოიკოტის არ გამოცხადებაში თავისთავად ცუდია რასაც გამოაცხადებ მე იმას თუ არ იცავ საქმე იმაშია როგორც თქვენ ზარეთ ძალაში ხო საზოგადოების ძალაში რომელიც პოლიტიკურ პარტიებში უნდა აისახოს და ამ თვალსაზრისით ჩვენი განაცხადი არის მკაფიო ჩვენ გვინდა რომ გარდატეხა მოხდეს არჩევნებამდე თუ არჩევნებს აზრი ქონდეს ჩვენ თქვით რა არის პირობები რაც მიგვაჩნია სწორ პირობებად თავისუფალი არჩევნებისთვის ხო ვიღაც შეიძლება მითხრას რომ ისა ყველა თუ არ შესრულდა გასაგებია რაღაცა შეიძლება ვერ მიაღწიო ხა 1990 წელს როცა საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმი დაამარცხა ეროვნულ მოძრაობამ გვალიმაგდის და ხამსახურდიას ლიდერობით ვინც თქვენ არასწორ კონტექსტში ახსენეთ ჩემთან მიმართებაში ჩვენთან როგორ ხალხი თამარის მიმართებაში მით უმეტეს კიდევ უფრო მაგრამ ყველა თანამდებობაზე ისინი იყვნენ რამის ხომ გარდატეხა იმდენად აშკარა იყო კი ბატონო ხო და აი ეს გარდატეხა რო უნდა მივახციოთ აი ამით არა ამ თემაზე ლაპარაკით როგორ უნდა მივახციოთ ხო არამედ იმ საკითხებზე ლაპარაკით რაც რიგით საკითხი მოქალაქეებს აწუხებთ იმიტომ რომ თუ მაგაზე ავსაუბრობ გამოყვებით ხო თემაში უბრალოდ ეს თემა მედიის თემა მინდა დავასრულო ისე არ გამოვიდეს რომ პასუხი არ გამეცით ალბათ პასუხი არ გეცეზე არ არის ხა კომპლექსი არ მაწუხებს უბრალოდ სად მიყავს ამას ხო თორე ხა ნუ გასაგებია ხა ყველა მეცი ჩემო კოლეგამ რომ ხა ასეთ პირველ შეურაცხყოფა სულად მიუღებელია ჩემთვის მაგალითად ნუ თქვენთვის შეიძლება მისაღებია მაგრამ არა ჩემთვის მიუღებელი არის ცილის წამების ტირაჟირება უპრინციპობა არ გაშუქება იმისი ვინც გაწყენინა ეგ არის ყველაზე უარესი
ამაზე უფრო ცით აღიარება გააჩნია ხო ეხლა არა მაინც ივანიშვილის რეჟიმზე ნაკლებად გაჩნდა შენ ეთერს თუ იმისთვის იყენებს ადამიანი რომ შენ გიწოდოს რაღაცა მოსყიდული რაღაცა და შენ შეიძლება ტელევიზიამ არ დაუთმო არა ეთერი რომ შენ გეძახონ ვიღაცის მონა ეწყობილი ერთი მიზეზშედეგობრივობა გერევა მიზეზშედეგობრივი არა სამართლებრივად კი ოღონდ მედიაში სტანდარტებით არა ახალ ამბავს უნაშიგებდა რაც არის იმას არა ახალ ამბავს სხვა არის ახალ გადაცემაში არ მოვიწვია ადამიანი ვინც პირად შეურაცხყოფას მოყენებს ერთი ოღონდ მიზეზშედეგობრივი კავშირის გერევათ ანუ ის შეფასებები მწვავე ლანძღვა რასაც უწოდებთ მოყვა მათ საქციელს და არა პირიქით მესმის ხო თუ გესმით მაშინ რა თქვა რომ ამის გამო არ იწოვეთ ანუ მიზეზშედეგით აგერიათ მაგრამ ეგრეც რომ წყობილიყო როგორც არ იყო ყველა ვარიანტში რაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ის უნდა გააშუქო ვინც მნიშვნელოვანია არა რას შეიძლება მიიწოვეს სტუდიაში და მე გაგაკრიტიკე ხო კრიტიკა სხვა არის კიდევ ერთხელ თავდასხმა სამშობლოს გალაჩი დანაშაულება სამშობლოს გალაჩი დანაშაულება როგორი რამეა ცუდი რამეა ცუდია ხო ეგ უნდა ვაპატიოთ ანუ აი იმ ხალხს სამშობლოს გალაჩი ვინდა გადანაშაულება რო პარტიულ ინტერესებს სამშობლოზე წინაყენებ კანდიდატის სტატუსზეო ადამიანმა რომ იწოდა ეგ და ან მოლაპარაკებში რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო ამ შემთხვევაში გვარი გაინტერესებს აი ის მათ შორის ჟურნალისტებიც იყო მათ შორის აი ვაჭრო თქვენ ახლა ანუ ხო ჟურნალ რავი ეს ხო ფორმულას მეპატრონე ერთ-ერთი ფორმალურად შულაძე ჟურნალისტია თუ არა ხო კამპანია აწარმოებს ვაჭრობის სუნიცას ვაჭრობენ ივანიშვილის რეჟიმთან არაერთხელ ეხა ერთი გავიხსენე მილიონის გახსენება შეიძლება სახელი მათი ლეგიონია უსინდისო ბრალდებების ბრიყული ბრალდებების ოღონდ შენ თუ ამის საპასუხოდ მე აწყენინებ მე გეუბნება რომ აი ამიტომ არ გაშუქებო ეგეც წვილია იქამდე იმ კონიუნქტურას მისდევდნენ რაც მეპატრონეებს ჰქონდათ ხოლმე ან დონორებს ან მათ თავებში რაც იხარშებოდა ხო და ეს არის სრული უპატრიოტიზმი მაშინ თქვა რომ ეს არის შენი პირადი Facebook გვერდი იქ რაც გინდა ისკენ მაგრამ თუ შენ იძახი რომ მედია ხარ და ესე იქცევი ეგ არის უსინდისობა ქვია მაგას და არ უნდა გაუკვირდეთ რომ აფასებად და ერთ-ერთ ეთერში რომ მიიწოვენ ქალბატონ თამარს ან მე და იმ ეთერში კამათი წარმოიშვება აი როცა ვაკრიტიკებ აი მე ეხა ხო ვაკრიტიკებ მედიას ხო და შენ რო თქვა რომ აი ხა რახან გააკრიტიკე და მეც გამაკრიტიკე და გააკრიტიკე კიდევ შენც ამიტომ მე მეტი შენი აზრი აღარ მაინტერესებს არა ხო და მიზეზ შედეგობრივად ის შეურაცხყოფა მოყვა ამ კრიტიკის შემდეგ დაბლოკვის ტრადიციას რომელიც ამ ტელევიზიებს ორივეს რომლებიც ვიმეორებ არიან დევნილები ამ რეჟიმის და ამ დევნაში ძალიანად მათ მხარეზე ვარ ოღონდ ხალხს ხო ეს არ ესმის ხოლმე მაგ ხალხს არ ესმის როგორ შეიძლება კოგნიტიური დისონანსი ემართებათ ხო იგივე არის პოლიტპატიმარიაზე რომ ვიღაცას რო ვიძახე რომ პოლიტპატიმარია და უდანაშაულო დევნილია და უსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას და ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა ამავე დროს თუ ვთვლი რომ მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური გზავნილება ან საქციელი არის უპასუხისმგებლობა ან სამარცხვინო ამას ნუიძახი იმიტომ რომ დევნილი არისო და ასე ხდება კურთხევა სისულელის და უპასუხისმგებლობის ტირაჟირების და ამის მაგალითად რატო მიუბრუნდი სინამდვილეში მოდი დაუბრუნდე ამ თქვენი ასეთ თქვათ თავდასხმასა შემდეგ მოყვა ის რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს მე შეში უჩნდება რომ ესე რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ისევ იმას სხვა რიზამდნენ რაც ნაცების დროს ხდება ხო მაგრამ ლაშა ბუღაძემ დაწერა ამაზე დიდი პოსტი აი ლაშა ბუღაძე ის შვიდს გვამხელდა კიდე ტყვილია უხერხემლო პოსტსაპროტო ინტელიგენტის ვნებები არის ეგ რომ მას ახან ეთკიდა ტკივა და მას ესხმის ხალბატონი თამარი თავს ამიტომ ეს ტალახი უნდა ისროლოს სული სიცრუეა ეს ყველაფერი ჯერ ერთი ეგეც დიდი შეცდომაა ვიღაცამ რომ მე წამიყენოს პერსონალურად პრობლემად მე რომ რახან წინა ხელისუფლებაში ვიყავი და არის ამბობს რომ მოვა ხელისუფლებაში ხალბატონი თამარი მე დამიჭერს საერთოდ მე რა ხო და ამ რაღაცა დამხურდა ხო და ეგ არის უსუსურობის და უხერხემლობის და უსინდისობის ნაზავი ეგ განცხადება ეხლა ვიგეთქვი რაც გულისხმობ მათ შორის ანუ ჯერთი რაც სელექტიურია თვითონ 5 ნომერს მივეცი ხმაო ამაყად გვიცხადებდა ხო ეს კონკრეტული ადამიანის და ანუ ჩემი ეშინო და ჩემი დაბრუნების და არა 5 ნომრის ხო არ ვიცი ხო რაც შენ რო არის ხო არა ტესტი მე რა მაგალითად მომხდარ წინამდებობის და ბუღაძეს კი არ ვეხები ცალკე სახელი მათი ლეგიონია თქო ვიძახი ხო ო და სხვა შეიძლება ეგ ის პიროვნება სწორედ რო გავიხსენე ხო ვინც ჩვენ გვაბრუნებდა რომ კანდიდატის სტატუსზე თქვენ სამშობლოს ნუღალატო პარტიული ინტერესებისთვის ანუ ამ ხელა შეურაცხყოფას და ცილისწამებას ვწევებდა აზრის გაგებაც არ უნდა მაგრამ როცა წვავეთ შეაფასება ბრიყს უწოდე ანუ უხერხემლოს ეგ ყოფილა თურმე საშიში მომავლისთვის ამიტომ უნდა გავიხსენოთ ყოველთვის რომ ალტერნატივა საქართველოს დეგლის ხოებისგანაც მოვისმინე მე რომ ეგ არის თავარი პრობლემა რომ მაგალითად მე ან ნებისმიერ პიროვნება ვინც იყო წინა ხელისუფლების ნაწილი იმ საზოგადოებას ვისაც ჰქონდა მყარი რაღაცებში სწორი სამწუხაროდ რაღაცებში
უფრო მეტ ნაწილში სამწუხაროდ და ასევე კიდევ უფრო ასწორად არასწორია წარმოდგენები, რომ აი ეს ხელისუფლება ესეც საშიშია, ამიტომ არ უჭერს მხარს ოპოზიციას. კი, მაგრამ ალტერნატივები დაგავიწყდეთ, რომ ამ რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო გახარია და ის არის ალტერნატივა და ლელო, რომელიც არაფერი კავშირი არ ქონდა წინა რეჟიმთან და რავი, გირჩი ეს რა პოლიტიკური კლოუნები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო, არაფერი საერთო არ აქვს. ანუ რა, ეს არის შროგინა რომ ატკინო და ტალახი ესროლო ვიღაცას ამ რეალობას იგონებ თითქოს ეგ არის ცენტრალური პრობლემა. და ცენტრალური პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცისთვის ეგ ჩვენი პრობლემა შეიძლება იყოს, ჩემი მიხოთ რომ ჩემ პოლიტიკურ ზალაში, ჩემ გარდა იმ ხელისუფლების ნაწილი არავინ არ ყოფილა. ყველანი ახალი ხალხია, უმრავლესობა საერთო პოლიტიკაში არ იყო და მოვიდა, ან შეიძლება იყოს სხვაგან და მოვიდა ჩვენთან. მაგრამ რახან მე ვარ თავმჯდომარე, გასაგებია რომ ეს შეიძლება იყოს ჩვენი პრობლემა და ჩვენ უნდა გადავლახოთ ეგ. მაგრამ წარმოჩენა იმისი რომ აი ამად გამოვა თურმე ივანიშვილის რეჟიმი რო რჩება, ეს არის ოპოზიციაში მართლა თქვენ ხო არ ხართ ალიანსში არის ნახევარი ალიანსი არის წინა ხელისუფლების და გავიგეთ და დანარჩენები რო არ არიან ანუ ამას როგორ წარმოაჩენთ თავარ პრობლემად რომ თითქოს ალტერნატივა არ ქონა ხალხს და ამიტომ არის ეს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდაა ხო ამ იარლიკის მიწება და ამ უხერხემლო უპრინციპო ადამიანებისგან რომლებიც ყოველთვის იმ კონjunქტურაში არიან პერსონალური ინტერესების სადაც არის უბრალოდ საშუალება ტალახის სროლის იმიტომ რომ ყველა მის რომ უამრავი ალტერნატივა არსებობს მაგრამ ზოგადად ჩვენ უნდა ვისწავლოთ განსხვავება სიტყვის თავისუფლებას შორის. აი ივანიშვილის რეჟიმი ხო რასაც აწესებს, ხო? აი რასაც თქვენი ძახით პირადი შეურაცხყოფა არ შეიძლება. მაგითო შემოიღეს კანონი, რომ უნდა დასაჯონ ხალხი. იმიტომ რომ მაგ სხვა როგორ პირადი შეურაცხყოფისთვის მათი. და ბალანსისთვის ვიღაცაზე ტირანზე რო არა, მიდგომა ერთ და იგივე არის. პრობლემა არის, რაზეც მედია სამოქალაქო საზოგადოებას ყველას უნდა ქონდეს შეურიგებელი პოზიცია არის ცილისწარმა და ტყუილი. ხო? აი როცა გამოდიხარ და სულ შავზე თეთრი ძახის და ჟურნალისტები ზიან და რაღაც შაიკითხები არ აბა ეგეგრეა ნამდვილად ეგრეა მე მოგიტრიალდება რაღაც ცილისწარმას დაგბრუნებს აბა გაეცი პასუხი თვითონ ფაქტ ჩეკინს კი არ გააკეთებს იმისი თან რაც საჯაროდ ცნობილია აი მაგალითად ალიანსში მე მაგალითად მაგით მოვიყვანე ხო აი ხდება გარჩევა იმისი კი მაგრამ აი ერთმანეთს ნუ ლანძღავთ აი ამ როდემდე უნდა ვიყოთ ამ ლანძღვაში და იმის ხაზგასმა კი არა ვინ მოხარშა ეს ყველაფერი ვინ ისროლა ტალახი ცილისწარმის როგორც კი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში შეჯერდნენ ხო ვიცით ვინც იყო ეს საჯაროა არა ამას უტარებენ სპიკერებს ხო ვიღაცა ქალბატონი ნანუკა ჯორჯული გამოვა 1000 ისტორიულ ცილისწარმას და ბოდოა სიტყვის ჟურნალისტი ზის უსმენს ჩაიკითხება აბა და მე შენ ჩაიკითხება აბა ეს როგორ იყო იმას კი არ იტყვის რომ ეს ხო ვიცით რომ ტყუილია ყველა მიცით რომ ტყუილია ხო ამიტომ ეგ უნდა გაწუხებდეთ ყველას გვაწუხებდეს ყველას და არა ის რომ ვიღაცამ თქვენი აზრით ან ობიექტურად შეურაცხყოფილი ეპიტეტი იხმარა თქვენს მიმართ ხო და ისტორიული მაგალითები თუ გინდათ როგორი ეპიტეტები დამკობდნენ პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ხო ჩვენი დიდი დამხმარებლობები შეიძლება დახოთ ილია ჭავჭავაძის ეპიტეტები ნოე ჟორდანიას მიმართ და პირიქით ხო მაგრამ ამიტომ ოღონდ მე ამ შემთხვევაში იმას კი არ ვალავ ჩემი ლექსიკა განსხვავდება მე ამ ლექსიკის მომხრე ვარ ოღონდ ვინც ამაში ხედავს პრობლემას და ამაში ხედავს პრობლემას როცა მას ან მას ან მის გარემოცვას ან მისთვის სასულო შეეხება და არა ცილისწარმაში საკუთარ უპრინციპობაში პასუხისმგებლობის არქონაში გუშინ წირას სიძახ და იმაზე ძალიან ცდება რბილად რომ თქვა ამიტომ მინდა გითხრათ ალტერნატივად ბევრნაირია არსებობს საზოგადოების ნაწილი რომელსაც ყოფილ ხელისუფლებასთან ნებისმიერი აფილირება ავტომატურად წითელი ხაზია, ეგეთიც არსებობს. ოღონდ ეს წარმოადგენა რომ ხმები ესე იყოფა რომ არის, რასაც აი სააკაშვილის ბანაკი ქადაგებს და სხვა შორის იაგოს ეს გირჩი და მეს მედი ეს ხალხის რო რაცა ხმები არის სააკაშვილის ხმები და ივანიშვილის ხმები და ესე ადამიანი განწილება ამ ადამიანს არჩევანი კი არ აქვს მათი აზრით. ეს უბრალოდ უპატივცემულო სიცრუეა. ადამიანები იცვლიან აზრებს და ჩვენ ეს კლიშე რომ ადამიანების ვარჩევთ აფილიაცი წინა ხელისუფლებას ამასთან უნდა მოშოთ ეგ ასე არ არის იმიტომ რომ დღეს რაც არის აწყოში დღეს რაც აჩვენებს პოლიტიკური ოპოზიცია და რომელი პოლიტიკური ძალა რა ფასეულობების ხადაგებას ახდენს და რა პრინციპების დემონსტრირებას ახდენს რთულ ვითარებაში მაშინაც როდესაც რაღაცა პოპულარული არ არის ხო ეგ სხვა შორის იგივე ხალხია ხო აი ნამახვანზე საქართველოსთვის დამანგრეველი კამპანიის მონაწილეები იყვნენ და როცა იკამათებოდი შენ ტალახს გესროდნენ მაგაზე და ამაზე ნულოვანი პასუხი აქვს ძალიან ემთხოვა ეს ხალხი ერთმანეთს. ეგ არის პრობლემა და არა ის თუკი ჩემთვისაც ჩემგან განსხვავებული ლექსიკით ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მათ თავს ესხმის. ეს პრობლემა და ხო გროვდება რა. ერთი ეს პრობლემა ვიღაცისთვის პრობლემაა რომ ამ ალიანსში ბევრი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიღაცისთვის პრობლემაა რომ სააკაშვილი ერთმანეთს ესხმით თავს. ყველაფერი რატო იმეორებ ის სერგიოს? კარგი არა ტყუილს ხო არ იმეორებ? ტყუილი არ არის ეგა. ტყუილი შეიძლება არის რომ მე ვთქვა რომ პირველი თქვენ დაიწყეთ თორე იმან რომ დაიწყო შენ აგაქვს არჩევანი რომ არ უპასუხო.
და როცა უპასუხებ უკვე ისევ აღწევ გაზავებას, ანუ ვინც უდათ იქცევა იმის სახალისებას ახდენთ. ანუ პოლიტიკური პარტიების შევჯერდით რაღაც ხედვაზე, ხო? ამაშავე არის სააკაშვილი, ამას ამბობ. გავიგე, მაგრამ არჩევანი ხო არის აქედან რომ გაატარო ის უბრალოდ. რამდენჯერმე გაატარო? არა, შეუძლებელია დღის წესრიგს თქვენ ვქნით საყოფოს ტელევიზია და მისი პოსტები არის თქვენი მთავარი ნიუსი. და მეუბნები რომ მაშინ მსხვერპლი იყავი და პასუხი არ გასცეო. უამ 10-დან შეიძლება 1-ს გასცე პასუხი. ოღონდ მე ერთალიანში ხარ გამოდის ურთიერთთავდასხმა. ერთალიანში გამოდის. და ამას რომ ჩვენ დავარქვევთ სახელს, მე წინთ რომ რატო ვარქვევთ ამ სახელს? ნიკი არ წყის, უბრალოდ თქვენ ახდენთ манипуляციას რეალობის. ურთიერთთავდასხმა კი არ არის. ერთი ჯგუკაცი და მისი გარემოცვა არიან, რომლებმაც გუშინ წინ რაღაცას ხელი მოაწერეს და თქვენს რომ მოდი ერთად ვიმოქმედოთ. მიუხედავად რომ ერთმანეთი არ მოგწონს, ადრე ნალანძღი ყავს, შევჯერდითო მეორე დღესვე ყოველგვარი სამობის გარეშე თავდასხმები დაიწყო და არ გაჩერებულა. პასუხი არ გავეცით ბევრჯერ. არ გაჩერდა. და მაინც ისახი ურთიერთთავდასხმები. არასწორია. კარგი, ამიტომ უბრუნდები ახლა იმას. ამიტომაც ამ გადაცემაში მე რო გითხარით ამ გადაცემაშიც 80% არ ვილაპარაკოთ იმაზე. შიგნით ახდებოდა მეტი ვილაპარაკოთ იმაზე რა პრობლემები აქვს მოქალაქეებს და რატო აქვს და როგორ უნდა გადაწყდეს, მაინც პირიქით გამოდის. და ეგ არის არასწორი მე რა. ხო, იმიტომ რომ თქვენ ახლა საუბრობთ და ჩვენ რასაც ვთქვით დიდ დროს ახლა ვისაც აინტერესებს შეგვიძლია ნახოთ კიდევ კაც სოციალური მედია არის, სადაც მედიატორის garaშე, ანუ თქვენ კლასის garaშეც შეგვიძლია ურთიერთობა. არ ვაკრინებ თქვენი კლასის როლს საბედნიეროდ და სამწუხაროდ ზოგჯერ. მაგრამ გვაქვს, მაგრამ ნახავდა რომ იქ საუბრობთ სწორედ იმაზე, როგორი არასწორი გზით მიდის ნარკომანიასთან ბრძოლა, ჯანდაცვის სფეროში რა ხდება, განათლებაში ვთქვით თვითმმართველობაზე. ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რატო არის პრობლემა ცენტრალიზაცია, რაშია გამოსავალი, როგორ უნდა შეიცვალოს. ამაზე ვსაუბრობთ. უსაფრთხოების პრობლემაზე ეს ირანის თემა წელიწადზე მეტია გვაქვს. ამაზე შეიძლება სხვა გადაცემა გააკეთო. ამ გადაცემაში სხვა თემები მქონდა და სხვა თემებზე ვისაუბრა. მესმის ხოლმე, ყველგან ამაზე აუცილებლად მოგიწევთ. ოღონდ ეხლა მითხარით სააკაშვილი თავდაგასა. სააკაშვილი საერთოდ არ დამიწყია საუბარი, არც მიკითხავს. ეგ არის პრობლემა. ამიტომ ამის გამოსავალი რა არის? გამოსავალი რომ ვისაც შეგვიძლია ჩვენი სიტყვის დაცვა, ვისაც შეგვიძლია ჩვენი სიტყვის დაცვა, იმათმა უნდა გავაგრძელოთ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას ალიანსის შიგნით. ვინც თვითონ თავისთავად დააყენა ალიანსის მიღმა, არის მიღმა. ვინც ვარ შიგნით ვაგრძელებთ და ამ გზაზე საკმარის იქნება იმისთვის რომ ძალა გამოასხივოთ, თუნდაც 2028 წელს. ძალის გამოსხივება ჭირდება, ძალის გამოსხივება ხდება ცალკეული ყველა ამ პარტიის თავისი ხელით გაძლიერებას. ანუ შენ ჭირდება რომ ყველგან მეტი მხარდაჭერა გქონდეს და უკვე შემდეგ შეგელოს ერთობლივად იმ მშვიდობიანი საპროტესტო მუხტის შექმნა და იმ ყოვლის მომცველობის შექმნა, რომელსაც რეჟიმი ვერ გაუძლებს. ეს არის გზა, რომ რეჟიმი შეაცვლოს საარჩევნო გარემო, საარჩევნო არ იღებთ მონაწილეობას არჩევნებში. რა თქმა უნდა, ანუ რა, სისტემურ ოპოზიციად ყოფნა, დეკორაციად ყოფნა რაში გვაინტერესებს. ანუ რა, იმათ კი რა, იმას კი ვიძახა რა, გმირულ განაცხადს. ანუ ინტერესი რა უნდა ქონდეს. ხო, მაგრამ ამერიკის საელჩომაც დაწერა, რომ ოპოზიციას ხედავთ გავიგე, მიშელი რო იყო ჩამოსული ამ რაღაცა ვერტფრენის დიპლომატიით, ცუდი კი არ უნდა საქართველოს ჩვენი საქმე ჩვენი გადასაწყვეტია. ხო? ანუ ის ვიღაცამ შეიძლება შენ მეგობარმა გირჩიოს რაღაცა ცდებოდეს. ხო და აღმოჩნდა რომ ცდებოდა, ხო? და ეგ არგუმენტი რომ ვიღაცა ზოგადად საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის ხარ დაუჭერეთ მეტ მონაწილეობას, ეგ ვიცით, ხო? ეგ ჩვეულებრივი დიპლომატიურიც და ისეაც ინსტინქტი არის. ეგ არ არის ჩვენთვის კრიტერიუმი არის. ჩვენ როგორ ვაფასებთ, ანუ ჩვენი ამოცანა არის, რომ შეგვეძლოს ხმების დაცვა, ხო ჯერთი ჩვენ თქვით რომ სანამ ჩვენ შეგვიყვანდნენ ახლა ასაკრძალი პარტიების სიაში თქვით რომ ნიშნულობა იმას კი არ აქვს ერთი პარტიაც ლეგიტიმური თუ აგზელებს ნაციონალ-მოძრაობა მაგალითად ეგ ნიშნავს ზოგადად ამ არჩევანის შეზღუდვას ხო მაგრამ გამოჩნდა ხალხი რომელიც ამბობს რომ აქეთ ფლანგზეც რომ არჩევნებში თუნდაც იმიტომ უნდა მიიღოთ მოწვევა რომ ივანიშვილმა ვერ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა რათა ვერ შეცვალოს კონსტიტუცია ვერ დააბრუნოს მაჟორიტარული არჩევნები ვერ ამოიღოს 74-ზე მუხლი და ასე შემდეგ ანუ ვანგარდზე არ უნდა მივართვათო ანუ ამ ხალხს გონია რომ ამ რეჟიმისთვის კონსტიტუცია შემაკავებელი ფაქტორია? ხო არ შეიძლება ამდენი ამ კოგნიტიური დისონანსი იყოს. ან უბრალოდ ვირეშმაკობა. თიძახიან ყველა ზღვარს გაცდაო, ჩვენზე უფრო ისტერიულები არიან. ხო და მოუწიათ მათ ლიდერებს დატოვება ქვეყნის. და თან მეუბნება რომ იმ სხორებში ვარ და კონსტიტუცია მუშაობს თუმცა საქართველოში. ანუ იმის ამით თქვა კი არ მინდა რომ თუ არ ამის შესვლა დააპირა, ეს არ იქნება აღსანიშნავი ამბავი. ოღონდ ამ საბაბით თქვა რომ მე რაც არ უნდა მოხდა წინასწარ ძახ რა რაც არ უნდა ქნა 8 აგზავნონ 8 პარტია და ერთი დატოვონ ვისაც აირჩევენ მაინც აქ აზრი არჩევნებსო ეგ ხო უბრალოდ ბრიყვული ან უპრინციპო განაცხადია ხო როცა ვითარება მოვა მაშინ უნდა შეაფასო და საზოგადოებას უნდა ვთქვა პატრიოტებთან როგორ ხედავ რომ გადატეხელოთ ხედავ ვითარებას თუ არა
და მე საერთოდ არ მესმის ორი ყველა მხრიდან ასე ვთქვი, იმ მათი მხრიდანაც ვინც ჩემთან პოზიციაზე არის, ამ თემის წინ წამოწევა რატო ხდება ეხლა? მე თქვენ წინასწარ. ხო არ ვიცი და გეთანხმები მაგნაწილში რა. ანუ ეს არის ან არაფერი საქმელი არ აქვს ადამიანს და ამიტომ ამაზე უნდა ლაპარაკი. ან ნებით უნებლიეთ რეჟიმის პროპაგანდას არის აყოლილი, რომელიც ამ თემას სულ გვიბრუნებს, რომ აჩვენოს რაღაცა სულ რყევები. რა ესენი არიან, რა ვიცი, აი საბჭოთა ფილმში რა არიან, ვიცინი მარგუნა და ის შუაში რო დგას და რო იკლაკნება, რომ აი ეს დღეში ვარ და არ არის ეგ ჩვენი ფოკუსი არის, რომ გავძლიერდეთ ყველა პოლიტიკური ერთეული. და ვიპოვოთ მეტი თანამოაზრე და ვიპოვოთ თანამოაზრეები, ვინც იქადაგებენ ჩვენი იდეებს, მოვისმინოთ მათგან ადგილზე, ქუთაისში ვიყავით ახლა ხო და ვიპოვეთ ადამიანები, ვინც ახლოს არის ჩვენ პასუხთან, პარტიის წევრები კი არა, მაინდა-მაინც მათგან გვინდა მოვისმინოთ, როგორ ხედავენ ვითარებას ადგილზე და მე შევთავაზოთ ჩვენი ხედვა, გავაფართოვოთ ეს წრე მაგის შემდეგ ფოთში ვიყავით ხოფში და ვაპირებთ რომ ეს გავაგრძელოთ. სხვა ამალიაში ყოფი ჯგუფებიც, პოლიტიკური პარტიებიც ამ გზაზე დგანან და ეგ მგონია მე უალტერნატივო გზა. სამაგერად აგერ პაპუაშვილი ჩავიდა ტანჯახაში იმღერა და მეგრელების გული ერთი სიმღერით მოიგო. მე არა ვარ ეგრეთ წარმოდგენები საქართველოს ყველაზე ევროპულ ნაწილზე სამეგრელოზე რომ პაპუაშვილი. მადლობა. მეც ნახევრად ხუმრობით გიპასუხეთ. მადლობა. მადლობა შენ.